ამ ძალებზეა ორიენტირებული. მე არ მეგონა რომ ასეთ სიბნელე თუ იყო პოლიტიკურ ძალებში. მე დღეს გაუცემული დავჭი, ჯორგი ბაღათურია დიდი პოლიტიკური ფიგურა გახდა ეხლა ამ ბოლო პერიოდში და ესე იგი სულ ხელისუფლებასთანაა დაკავშირებული და ესე იგი ხელისუფლებას წერს რომ ჩავატაროთ პლებიციტი ქვეყანაში რომ არის ნატო თუ არა საჭირო, ნატოში შესვლა საჭირო და არის თუ არა საჭირო ევროკავშირში შესვლაო. აი ამას უნდა ამატოს ის რომ რუსეთთან როგორ უნდა გქონდეს კავშირი, ჩინეთანის ხელშეკრულება უნდა დაგვიდოთ თუ არა, კიდე იფიქრებდი რომ არა უშევს. მაგრამ აი სწორედ ამერიკა ევროპის წინააღმდეგ გამბრძოლის უკან რომ არ იყოს რუსეთის და ესე იგი ჩინეთის და ამათი წინ წამოწევის პოზიცია, კიდე გაჩერდებოდი ადამიანი, მაგრამ აი უკვე აი ასეთი შენიღბულად ხდება ეს ყველაფერი, რომ აი როგორმე ქვეყანა უნდა მოიქცეს რაღაც გავლ უნდა დავიხსნათ ეხლა ჩვენ საქართველოს თურმე ამერიკისგან, უნდა დავიხსნათ საქართველოს ევროპისგან და უნდა ესე იგი საქართველოს როგორმე ასე ჩუმად უნდა შევიყვანოთ სხვაგან. ჩვენ მუდმივად ვამბობთ, ქართული მხოლოდ ქართული გზაა. ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს. ქვეყნის გარეთ პატრონები კი არ უნდა ვეძებოთ და ფული კი არ უნდა ვეძებოთ. ქვეყნის გარეთ მეგობრები უნდა ვეძებოთ. დღეს ორივე მხარე ულტრალიბერალურიც და ურაპატრიოტულიც ქვეყნის გარეთაა დაკავშირებული, ქვეყნის გარედან იმართება და საქართველოს მთელი ტრაგედია იმაშია, რომ არენაზე არის ძირითადში ორი პოლიტიკური ძალა, მისი მხარდამჭერები, ტელევიზიები და ყველაფერი მათ ხელშია და ეს ორი ძალა ახერხებს იმას, რომ ვითომ ერთი მეორეს ეძახის მტერს და მეორე პირველს ეძახის მტერს და ვართ აი ამ ცირკის ყურებაში ჩვენ ქვეყანაში და